ჰაი, დილავშვიდობის ხალხო. მართალია საღამოს ვახმოვანებ, მაგრამ აქ დილა. ჩემი სასწაული სილამაზე მაცვია. გაგიჟებული ვარ ესე მომწონს ხალხო. და მივხვდი, რომ ეს ფერები მიხდება. ხო, კონტეინერში არის ჩემი სადილი, რომელიც სამსახურში მიმაქვს, გამზადებული, გაწკრიელებული, გაკუწკუწებული. და რამხელა კონტეინერში. არდა ნახევარი ძლივს ყრია და რატო გადავწყვიტე რომ ვეშაპით წავიღო არ ვიცი. რას ვიზამთ. მოითელე გათენდა ადი. გამოფხიზები. ხო, რატომღაც ყავის მოთხოვნილება ცოტა გაზრდილი მაქვს დილაობით. ჩემი შვილი ცალკე ახმოვანებს თუ რა ხდება. წავიდეთ. ნელ-ნელა სამსახურისაკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ დილით უნდა ავდგეთ, უნდა მოვწესრიგდეთ. ვისაც ყავა უნდა ყავა დალიოს, ვისაც ჩაი უნდა ჩაი, ვისაც საერთოდ არ უნდა არაფერი მიირთვას. მაგრამ ჩემს სასწაულ ადგილას მოვთავსდი. დავიწყოთ. სახე უკვე დატენიანებული მაქვს, ყველაფერი მომზადებული მაქვს იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდე. სხვათაშორის რაღაც თითქოს ცოტა უკვე და უნდა ვიყიდო. ეს ანამაჩუქა. ხო და მოკლედ მინდა რომ ვიყიდო გოგოებო. სუფთა სახლში არის რაღაც ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, უნდა ვიყიდო. ჩვეულებრივად ოფიციალურად შემჯდარი ვარ სითეთრეზე. მე მგონი რაღაც დამოკიდებული გავხდი. აქ გვერდს დავურთავ. საიდანაც შევიძინე ეს საოცარი სილამაზე, რომელიც ტანთ მაქვს შემოსილი. და შეგიძლიათ მიწეროთ, ფაზაკლებები აქვთ, ლიკვიდაციები აქვთ და რამეს აუცილებლად დაარჩევთ. არის თეთრეულიც, როგორც ქალის შიდა თეთრეული, ასევე ზოგადად საწოლის გადასაფარებლები, ზეწარები და მოკლედ, ბევრი რამ არის, შეგიძლიათ მიწეროთ და შეიძინოთ. ხარისხი ნამდვილად ძალიან კარგია. რასაც გვერდს ვერ აუვლი ნამდვილად. რამდენი ნამდვილად ვთქვი, მაგრამ ასია. დავიტანოთ ჩემი უსაყვარლესი ტენი. მე საერთოდ წენი უფრო მომწონს, მაგრამ ახლა ბიუთიდან ვინმე რომ იყურებდეს, თავი მომეჭირება და ამიტომ ტენი ვთქვა და არდა საერთოდ არ მომწონს, მაგრამ არ ვიცი, სხვადასხვანაირად ამბობენ ხოლმე და როგორ შეიძლება რომ ვთქვა, ეგ თქვენ მითხარით. მე ზუსტად არ ვიცი. როგორ შეიძლება რაღაცა მარტივი მინდა რომ იყოს ძალიან მარტივად სადგმელი და ენა არ მოვიტეხო. აქ მარიკოს ისევ ძინავს. ჩემს მეუღლესაც მოკლედ ძილის საათია. სიწითლეს ხედავთ ხო სახეზე გეგონება ღამე წიხლი მირტყეს. სახეზე რა მჭირს ვერ გეტყვით, არ ვიცი, ინფორმაციას არა უბრალოდ კი ეგრე ვიყავი. სხვათა შორის გოგოებო, რატომღაც გამონაყარი მაქვს და მთელი სახე მებხანებოდე მთელი ღამე. რატომ არ ვიცი. ჩემი საყვარელი რუმიანა რომ ეძვა მე იმდენი ხანია მაქვს რომ მგონი ვადა გაოვიდა 5 წლის უკან. იმ ხელა ვერ დავცალე. არა მთლად მასი არ არის, მაგრამ ზოგადად გეუბნებით რა. დიდი ხანია მაქვს და გადასარავად ვიყენებ. გავიკეთოთ საყურები. ამ ბოლო დროს მუდმივად ერთი და იგივე საყურე მიკეთია. აი ეს ერთი კვირა არც არის რა, აი ამ პერიოდში გეუბნებით. მუდმივად მიკეთია. რატომღაც არ ვიცი, თითქოს კომფორტულად ვარ ამ საყურეში და მეზარება სხვა რომ გავიკეთო. არა და რა დაზარება მაგას უნდა. რატო უნდა გეზარებოდეს. დავლიოთ ყავა. ისე მომწონს ხალხო ჩემს სარკესთან ჯდომა, რომ რა ვიცი, რა ვიცი არის, აქ გავიშალო საწყვილი ზედვე და აქ დავწვე. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ჩემი შტატივი მაქვს აქ ჩართული.
როგორც ხედავთ, კარგი განათება, არ და ყველაფერი გადაწეულია ფარდები, იმიტომ რომ ეძინათ და ხა როგორ ეკადრებოდათ გამოგიძებინა. ჩემი საყვარელი ბეჭდები, ანუ გამორჩეულად რომელიც მიყვარს, ისინი მიკეთია, კიდე სხვებიც მიყვარს, უბრალოდ ისინი ახლა არ მიკეთია, მაგრამ ერთი დღე ჩემს აქსესუარებს დაგათვალიერებინებთ. არა, ადრეც კი გაქვთ ნანახი, მაგრამ იმის მერე იმდენი ხალხი მომემატეთ, რა ვიცი. დედა რა კარგად მოგს. ანგელოზო, ანგელოზ. ხო, კარგად მოგს თმა, მაგრამ ასე გავა თუ არა მთელი თმა ადის ჰაერში, მერე შესაბამისად გამოდის, რომ ასე სამსახურში ვერ წავალ. ვერანაირად. დაიწყო ჩემი თმების ტანჯვაწამების პროცესი. ახლა ამას რა დააყენებს ეგა თქვით, იმიტომ რომ შეკვეთას ვაპირებ, არ მინდა გაშლილი. როცა ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მით უფრო გაშლის ვერ ვიყენებ. ვერანაირად. მერჩევნია შევიკრა, მაგრამ გოგოებო, თმის მუდმივ შეკრას აქვს ძალიან დიდი მინუსი, იწვევს თმის ცვენას, ძირების ტკივილს, თავის ტკივილს და ზოგადად არ გირჩევთ ხშირად შეკრულ თმას. ერთი პერიოდი საერთოდ აღარ ვიკრავდი თმებს და აშკარად კანმა დამისვენა. ახლა რაღაც ისევ დავიწყე გადატკეცა, გადმოტკეცა და ანუ საკმაოდ ტკივილები მაქვს. ნუ იმას აღარ ვთვლო თმის ცვენა, მაგ ეგ ახლა სხვა პრობლემაა, მაგრამ სხვა რამისგან დაიწყო ეგ პრობლემა, მაგრამ ვერ დავიყენე. რა არის ხა ზოგადად. არ მომწონს საშინოდ. ხო, კიდევ მინდა კიდევ პენუარი ვიყიდო, რომელიმე ფიქრობ შინდისფერს, მაგრამ გადავიფიქრე. ხო, აი არ ვიცი. რაღაც ისეთი მინდა, რა ესეთი რაღაცა. კუწუ. კიდევ ოღონდ სხვა ფერი. თლად ასეთი კი არა ხალხო, მაგრამ აი ხო ხვდებით რა. ხო და არ ვიცი. წავისვათ, ყველაზე მეტად მეზიზღება ხალხო ამ იმას რო ვისვამ სახეზე დამატენიანებლებს, საკმაოდ გვიან ჯდება კანში და ვაიმე რუმიანაზე არის კატასტროფა მერე, იმიტომ რომ ლაქებად ტოვებს, მერე სანამ გადანაწილდება, მერე სანამ მოკლედ იმდენი ცერემონიალი უნდა ვიღლები. ეს ტუჩებს რატო გრეხავთ ხოლმე გოგონები წასმის დროს, მაინც ვერ გავიგე. არა და ეს ბიუთის საზოგადოება გვეუბნება, რომ არ არის საჭირო ეს ტუჩების მოგრეხა, ისიც კარგად წაისვამთო და მე მგონი ჩვევათ მაქვს, რომ ვჭიმავ სახეს, როცა მინდა რომ იმ ზონაზე წავისვა და არა მხოლოდ მე, ანუ ზოგადად ძალიან ბევრი ვართ ამ ამბავში დარწმუნებული ვარ. ასე გამოვიდა, რომ ეს წუთები ჩემი გახმოვანებით არის და მე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ მართლა ყოველას რო ძინავს მერიდება, არ მინდა რომ გავაღვიძო და გასასიამოვნო როცა ადამიანს ძინავს, ხო თავზე დაადგე და ისე ისაუბრო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემთან ერთად ხართ მაინც და ამ პროცესში ხართ ჩართული, ეს არის ჩემი ყოველდღიურობა, რასაც ამ წამს ვუყურებთ. მართალია იმ მეორე ნაწილს ვერ ნახულობთ, ჰიგიენურ ნაწილს და ასე შემდეგ აბაზანის ნაწილს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის საინტერესო დიდად ყოველ შემთხვევაში არც არის. ხო, ჩემი ფისოსაფულე, რომელიც დედამ მაჩუქა, მერე წამართვა შვილმა და მერე დავიბრუნე. ვაიმე, ბარაძე ხალხო მაქვს ხოლმე პრობლემა. ის რომ არის ადგილები, სადაც რა ვერ დავკეტე, სადაც ბარათს ვერ ატარებენ, არ აქვთ. ხო და რატო შევუბერე? მიშვილი. მოდი კარგად ვერა ვარ. ხელზე მინდოდა რუმიანის გადაყიდებულსაც შევუბერე. ხალხო მე მოჯაბსტლების პრობლემები მაქვს, არ ვიცი. ხო და ქეშეთ არ მაქვს ხოლმე ესე დიდაც და იცულებული ვარ, რომ მაინც არ დაუცილებელი ნამდვილად არის. ხა ის კი არა ვარ ვიღაცა რომ მიდი და ბარათები თუ რაღაც, მაგრამ ანუ არის ხოლმე შემთხვევა, რომ არ მაქვს, რომ ხელზე. ძალიან საჭიროა ყავის მადლი ხალხო გაგვიმარჯოს ყავისტებს. ერთი დღე ხომ არ შევიკრიბოთ ყავის მოყვარული საზოგადოება. თქვენ რას ფიქრობთ, გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება, ვისაც ყავა გვიყვარს, შევიკრიბოთ და დავლიოთ. სხვათა შორის დღეს გამოვიარე და რაღაც ძალიან პატარა იმას ეწერა 8 ლარი ყავას. ხო და რა იყოთ ხალხო? არ მინდა სახლში დავლიო.
ხუმრობ. სახში აი რომ ამბობენ ხოლმე რომ რისთვის უნდა გადაიხადო ფული, რვალა რაც სახში იმდეყავას დალევ ესე რომ ამბობენ ხოლმე. საერთოდ არ ვეთანხმები. ანუ რა თქმა უნდა ეხლა სახში რომ დალევեք სხვა რამეა და სახში რომ რვალ არის ყავა რამდენიმე დღე გეყოფა გასაგებია, მაგრამ ის გასვლა და ის გარემოს შეცვლა ხო აბსოლუტურად სხვა არის, რომელიც სახში დალევას ვერ შეედრება. ის კიდე სხვა რამეა. ხა სახშიც რო გსიამოვნებს ეგეც სხვა რამე, ანუ ორივე ძალიან საჭიროა და ძალიან აუცილებელი. ახლა იწყება ჩემი ტანჯვა-წამება, რატომ ტკივა ამ წამს თავი. ახლა ნახეთ როგორ გადავიტკუცავ. ცუდი ჩვენ მაქვს გოგოებო, ადრეც მაქვს ნათქვამი მილიონჯერ თქვენთვის, რომ სანამ ღერში არ ჩავაჯენ და ვაიმე ღაბაბი მიშველეთ. და რა ვიცი მე არ ვანებებ თავს, რაც იწვევს ხალხო კატასტროფულ ტკივილებს, კატასტროფულს. იმიტომ რომ ნამდვილად არ არის საჭირო ასე გამეტებით თმის გადაწევა, როგორც მე მაქვს და მილიარდჯერ რეზინის გადახვევა, ისე რომ რა ვიცი, წარბია მივიდა კეფაზე, სახეზეც მეტყობა. ხო და ეგ რა არის, მე ნახავ თქვენ ბატიც რო დავირჭე. შევიკოჭე თავი, კიდე ძალზე პრობლემა. კიდაღამ კადი მომძვრა. ხო, დედამ დამიტომა თმისლა, კი დედა რამ ხელა, ამას 1-7 წელი ვერ დავცრ. მაგრამ მე ისე სწრაფ-სწრაფად ვისხავ. კი, გამოდის. მიყატავება. რაღაცა გაჭედა, მაგრამ არა უშავს. ნახეთ ახლა რამდენი დავისხა. ცოცხალი როგორ ვარ ეგ მიყურს. დღეს რა თქმა უნდა ვიბანაო, იმიტომ რომ ეს ლაკიანი თავისად შემიძლია ხალხო ხვალ იქნება რაღაცა არანორმალურ ვიწზე. ამიტომ არა და ძალიან მომწონს სხვათა შორის ეს სიპრიალე, მაგრამ ნუ ეხლა სასარგებლო რო არ არის, მაგას რაც უნდა თქვა. ნახეთ, ღერებს დავსდევ ხალხო, ეგ ყველაფერს ბუსულს, რა ვიცი, რაც კი შეიძლება რომელიმე იმით გამოვხატოთ, ყველაფერს დავდევ. აი, უყურეთ, შეხედეთ. მიშველეთ. ყოველ დღე მე ამ დღეში რო ვარ, თქვენ ხვდებით ალბათ, ხო? არა, ბოლო პერიოდში დიდად ლაკს არ ვისხამ, იმიტომ რომ კატასტროფამდე მიიყვანა ჩემი თმა, მაგრამ მაინც ხშირად გამომდის რა, ეგრე გამოდის. ადეგი გვანცა გაგვიანდება. ბავშვი გააგვიწდება. აკი. ჩავალაგოთ, რაც არ გვჭირდება. ყველაფერი, იმიტომ რომ ცოტა მილაგებული დავტოვოთ სახლი. მართალია ახლა ვზივარ და ვუყურებ ამ სახლს რა დაალაგებს, მაგრამ თითქოს დავალაგე დილით. თან ღამეც. დავლიოთ, ყავა. ბოლო ღერიც გავასწორე. შენიერი გოგო ჯვარი გწერი. გბერტო მიშველე. გავაღვიძოთ მარიკო, ჩემი გოგო, თუ კიდე რამე მაგას აკეთებელინე და აღარ მახსოვს. სხვათა შორის დროის ფასივი სწავლე რა მხრივ იცი, აი ყველა წუთი პირადად მე მაქვს განსაზღვრული. რო ვდგები, რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, რამდენ ხანში უნდა ჩავეტიო, აი მართლა ყველა წუთი ჩემ დილის რუტინაში არის გაწერილი. ნუ იმიტომ რომ არ დავაგვიანო დასახე. აი ამას გულისხმობდი წეღანი. წავისვოთ. ხო, ამზადად ძალიან უხდება ეს და თითქმის მუდმივად ამაზე ეს მიკეთია ხოლმე, ან მეორე, მაგრამ ანუ თმას ითრევს ის რაღაცნაირად, რა ქვია იმ ვერცხლის იმას არ ვიცი. ქალბატონი მარიკო. დავარცხნე. საიმე დედა თმა გადავაგლიჯე. კიდე და გადავაგლიჯე. ღამეც ვარცხნი აუცილებლად ისი არ ვაწვენ. ოჰო. ოჩახდეთ. კიდე საყარელო ცოტა. დადი მარტოს სახში არ არა და მარტოს სახში ვერ დარჩები, ამიტომ მიდიხარ ბაღში. ხო. ბაღში კიდევ. მაგრამ შენაშე სამხურში ხარ? მოვალ დედამერენე. კარგი.
აბა ხო არ ვიტირებ შირწყვილია. არა დედა პირილია. შირწყვილია. რატომ უნდა იწირო? ხო შირწყვილია. ჩვენე დედამ რომ მოქცა ეგ მძივი? მახე არა მომცა დედამ მძივი. სახელმწიფო მე მომცა და მათხოვა. თვითონ კარგი გოგოა და მე მათხოვა. და გავიკეთე მძივი რომ მოგეწონათ თქვენ. აბა არ უნდა გავიკეთე. შემჩნდა მძივი დედა. არივე ის გუკაციან. მოდი დედიკო ფეხსაცმელი შეიცვა. შვენიერი ამინდია. მაგრამ ირებამდე შეგოგოებო. ასე რომ ქურთუკებს ნუშიალაგებთ. თხლად მოცვია რომ თუ დღეს აურია ამინდმა ხვალ სიცხით ვიწვევი. წადი ძაღლოაკეთ. ამას უყურეთ. პატარა, მაგრამ როგორი მოქნილი. შემსავით. მე ყელსაბამი მიკეთია. ვინ მოგცა ყელსაბამია ჩვენერთ გიყვარდე? დედა მრალამაზია და მათხოვა. დედიკო, იცი რა მოგიტანა დედა? და ჩვენო, მოიცეთებსა დაგიდოდე. რადგან მეგობრებო მარიკომ სრულად მიირთვა ის რაც საკვებია და ის რაც აუცილებელია, ამიტომ მარიკოს რა მოუტანა დედამ ვნახოთ. ნახეთ როგორი საყვარელია დონატი. ოღონდ ეს ისეთი დონატი არ არის, რაღაცა მაღაზიაში მივაგენი, წონით იყიდება, ჰადე, მიირთვი. მოგეწონა? გადაიწია საყვარელო გოგოებო. გამოფხიზლდები 2 წამი და მოვალ ახლა მოვედით. თქვენ როგორ ხართ ხალხო? მოუყევი დედიკო, ეხლა თან ისაუბრე. ვაიმე დედა, მისკდება თავი ხალხო. ოღონდ ჯერ უნდა ჩაყლაპო, ხო იციდე? წყალი მომეცი. თუ შეიძლება წყალი მომეცი. კიდე ახლა ერთი წუთით. ისიადა ხო? რადე? წყალი რა თუ არ შეიძლება? წყალი მომეცი, მარტო არ შეიძლება. უნდა მითხრა თუ შეიძლება და. მოდი დედიკო. მეტლაფდე. არც ბაღში არსად არავის არ უნდა უთხრა წყალი მომეცი. უნდა უთხრა თუ შეიძლება წყალი მინდა. წყალი მომაწოდე, წყალი მომეცით და ასე შემდეგ. დედი, მე არ მინდოდა ბაღში წყალი. რატო დე? მე რა ვიცი გოგო. მე წერან დავიედა. კარგი დედიკო. მე წერან ჯგუფში დავიე. ხო დაგილევია და რა გენდომებოდა შვილო. ჭკუიდან გადამიყვანდი შენმე. ათლა ჩავყლაპე. დედიკო როგორი დრო გაატარე ბაღში? კარგი იყო დე? ეხლა მაინც ღვეზელი ვჭამე და მაინც დავამთარე. მე გამართა და არ სამრთო გვანსამ. ხო, იმიტომ რომ ჯერ უნდა დაგესრულებინა, ხო საყვარელო? ჯერ უნდა დამესრულებინა. მაგიტო გამორთე, ხო? რა თქმა უნდა დე. ეხლა რომ დავამთარე, ეს კარგია ღვეზე. რომ დაამთავრე ხო ჩაგირთო დედამდე? ხო. ხო, მე შეგპირდი დე. ხო რომ ჩამირთებდო. კი ბატონო, ხო შეგპირდი შემდეგ. დედი, თუ შეიძლება წყალი მინდა. მან გავხდე ბოთლი. მადლობა. გაიზარდე დიდი გოგო. ვაიმე, შეგჭამს დედა გოგო. მადლობა. შეგჭამს დედა, ჩემო სიხარულო დე. დიდი მადლობა დედა, დიდი მადლობა. დედა, მათხოვა. ეს საბამი და ჩახადე კამერაში რო საუბრობ? კი. აბა ახედე, კარგად ჩახადე, მე ვერ ხედავ აქედან დედიკო. მე მოდი და მე რა დაინახავ მაშინ. ახედა მატე.
მოვალ გოგოებო მალე, რა ვიცი, მარიკოსთან კი გიყვართ, ყოფნა და იყავით. აიმე, სული ამომხდა, მოვწყდი. მოვწყდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ისეც ხელა გარეთ ხარ ხო? ძალიან მინდა ბახში. ბახში გინდა ხვალვედე, ხვალვე წახვალ. კი. შენ თუ გონია პრობლემა? დედი რო არ წავა რა? რას ნიშნავს არ წახვალდე? დედი მე სირცხვილია რო არ წავიდე. უნდა წახვიდე ხო, აბა რა. დედიკო, ეწყინება შენს მასწავლებელს, შენს მეგობრებს, მარიკო რო არ მივა ხო დედა? ხო მე სირცხვილი იქნება. ეწყინება, სირცხვილი კი არ იქნება, უბრალოდ ეწყინება. დონატი მიერთვი გამახარე ხო დედიკო? მადლობა. იმიდან ვათხიე შვილო. რო შენთვის მომეტანა, მიერთვი საყვარელო, მიი. ნახამისფერი არ იყიდება. აიმე ხალხო, არ ვიცი რატომ მარიკომ ამოიჩემა იასამნისფერი, ანუ ყველაფერი უნდა იასამნისფერი. რა არის რა მიდრეკილება ვერ გეტყვით, მაგრამ აი უკვე აღარ შეგვიძლია მე და ჩემს ქმარს ამის იასამნისფერთან დამოკიდებულების ამბები. ყველაფერი უნდა იასამნისფერი, ეგეთი რამე გაგიგიათ? რა ვიცი, რა ვითომ დავალაგე მოვალ არეულიან, ეროდი აღარ ამაკ ერთი ასახვის. აიმე. გოგოებო, მოიცადედიკო მოვალ ახლა საყვარელი. აღარ მინდროს დელოდებიო. გამოვიარე და ის ვიყიდე, მიიწიე ჩემო სიცოცხლე. აკადუ მოვიდი. რა ურევია დე? რა მაგარია, კრემი ურევია საყვარელო, მიირთვი, ჰა. გამოვიარე. ხო დავაი. რაღაცა დამცხა. სალათის ფურცელი ვიყიდე. წიწმატი ვიყიდე. ხო და ისა რა ქვია. დედი ეს კაცია სანვარ. ერთი წუთი დედიკო, ხო. ახლა ეს კარგად უნდა გაბრეცხო. ისა ყვავილოვანი თქო. მერე მარტო გარეცხვა არ, მარტო გარეცხვა ხა წყალი მაგას რა კარგად ვზიო მწვანილებში. მარტო ეგ არ შველი სამაბავს გოგოებო, მხოლოდ წყალი, ანუ ვაიმე შვილო ერთი წუთი გამოჩდები, ვინ არის გადამეკიდა. აჰა ხო და ძმრიან წყალში უნდა ჩავალბო ცოტა ხანი, რომ ამას ხო იცი ძალიან წვრწული ჭიები ყავს და სხვათა შორის საბერძნეთი ეხლა სალათის ფურცლების ის არის, რა ქვია, ფანკლუბი აფრენენ ისე უყვართ და ზოგადად ეს კიტრი და პომიდორიც რო არ ქონდეთ ამას დაიჭრიან, მოასხამენ და ნუ გადასარვად მიირთმევენ. და ჩემები კინაღამ გაისტუმრე იმ ქვეყნად ისე მოწამლა. წვრწული ჭიები ყავს, რომელიც არ ჩანს. ხო იყო საფენდრეჩი. რა დედა? ჟაკო. კი, საყვარელო ხო და ეხლა ჯერ ყავა, რომ გონზე მოვიდეთ, საშილად მტკივა თავი, ხო იცით დილს ლაკი დავისხი რა ძალა მედგა. ეს დაჭიმული თმები ამტკივდა თავი აემაში, თვალს ვერ ვახელდი გზაში რომ მოვდიოდი და თან თავის ტკივილის ამას დავავლევ ხო და მეორე ეტაპი ყავა მოვატუყოთ. მოერკერ პირველი, მაგის იქით არაფერი არ მინდა ახლა. მეც ძალიან დონატი მიირთვი დედიკო, გული მწყდება ეხლა. აქ დავიჯდე. სადაც გინდა დაჯექი შვილო. და შენთან დაჯექი. შენი ჭორავი მე მანამდე ყავას მოვიდუღებ დედიკო. და მან დაჯექი. ხალხო, თავი ბოლო ვიყიდე 5 კარტოფილი. ატარა ცელოფანში ავაწონინე, იმიტომ რომ მარიკოსთან ბაღში უნდა მივსულიყავი, სხვა რამეს მქონა ნაყიდი. დედი მიყვარს. არ არის, ვერ ვატარებ ხელით, თქო. დედი მე ხომ დავირაპარაკო. ერთი წუთი თუ შეიძლება. ხო და რა ვიცი, ხალხო, აი არაფერი მიყიდია ისეთი და ლამის 4 ლარი მივათხრიშე. მე ატარა 5 კარტოფილი და ერთ უკონა პატარა დედი დაიხადე, მე ხომ დავირაპარაკო. მიდი ლაპარაკე. და ეხლა ბაღში წავედი და არ მოვიწყინე ცოტა ხანს. რატომ უნდა მოვიწყინო ეგო? ეჭინა
ეუბნება მასწავლებელს ბავშვებს. Daddy, სიცხეები აქვს. ვის მისახში იყვნენ. ეთყობა დასვენება ქონდა და სიცხეები ჰქონდათ. აქეთ არ მოდნიოდნენ. მე რო ბაღში ვიყავი, არ გაგემეროებინათ, რომ ამას გავკეთებდი ყელსაბამს. რომ თქვენს მოგეწონოთ შენი ყელსაბამი. რა თქმა უნდა, მოგეწონებათ, თუ არ მოგეწონებათ, თუ არ გავკეთებთ, რანაირად მოგეწონებათ ბავშვებო. ეგრე შეიძლება ყელსაბამი რო არ გავკეთო. რაიმე ღორის ხორცი გამოვიღე. დონატი არ მოგეწონა დე? მაშინ მიირთვი საყვარელო ცოტა. აბა მაჩვენე როგორ მიირთმე. ეს არის აუზიმდე გავაკეთო. რაიმე. წლის ზალა მოგცეს ყველამ ყველას ხალხო. აი, ბედნიერება. როც ხელა ძალიან კარგი წყალი. რა საყვარელი ხარ. შენ საყვარელი ხარ, შენ ძალიან საყვარელი ხარ. დედი, მე ორი ბეჭედი მაქვს. მერეთე. მე რა უშავს? არა უშავს რა ცოტა გაქვს დედა? რა ცოტა მაქვს, ორი მაქვს. დედა, შენ ერთი გაქვს. კაი. არა, ფეხს ვიყიდი. იყიდი, სულ იყიდეს როგორ ლაპარაკობ გოგო. ხო, გუში სხვათა შორის გოგოებო, ეს მივირთვი. სხვა ფერი თხილიანი როა იქ მიყვარს ძალიან. მგონი 78 კალორია თუ 79 კალორია მოუწია, ხა პრინციპში ლავწონო. თავიდან აღარ მახსოვს რამდენია და ყავასთან დავაყოლოთ. ძალიან მომეწონა. გიჟდები, აი ზოგადად მე მიყვარს შოკოლადი, რომელსაც ურევია თხილი, ანუ აი გიჟდები, არ მიყვარს მაგალითად შოკოლადს, რომელსაც ურევია ქიშმიში და რაღაცა ისინი წრულწული რაღაცეები რა, იმ მსგავსი ჩირეული და ატან არ შემიძლია. კი მივირთმევ, მაგრამ ისე რომ მიყვარს და მომეწონა და დედა რა კარგია, არა. ყველაზე მეტად მაინც მიყვარს როცა შიგნით ურევია თხილი. ასევე არ მიყვარს სუფთა შოკოლადი, იმიტომ რომ მოგიხსენებთ არის მწარე და მე არ მიყვარს მწარე შოკოლადი. შეიძლება არის ხოლმე მომენტი რომ ყავაზე მივაყოლე, მაგრამ ეხლა არ გადავირიე რა, ხო ხვდებით? აი ხა ეს მაგალითად ორნაირი, მარიამ ერთი წუთი, ეს არის ძალიან შავი, ეს არის ნეიტრალური, ეს არის რძიანი ცოტა, ეს ესე ვთქვათ, ცოტა მომწარო რა, მწარე არ მიყვარს. ხო და მოდი ხა მოვძებნოთ გოგო, ეს ატადო ვეწამე. ატადო ვეწამე. ეს შენი იყო დედიკო და რო აღარ მიირთვი დატოვე მან. ძალიან კარგი. კარგი, მობილური მათხოვე დედა ერთი წუთით შეიძლება დავაყოლოთ ყავას ჩვენი შოკოლადს, როგორც 73 კალორია. ცოტა დიდი იყო უკვე მივირთვი. მივირთვათ. სადილე უკვე მივირთვი, მაგრამ მომშივდა უკვე და პრინციპში თითქმის საღამოა. ცოტა მივირთვათ. ეს მარილ დამოკიდებულების დამარცხების რამე ხერხებს მივიღებ. წიწმატი, ყველი, კვერცხი. აქვე გამოვეხმაურები რა ყველა ჭამ თუ ვინც ვიდეოს იღებთ და თქვენ არ აჭამთ სახში. ეს არის ორთქლზე მოხარშული გოგოებო და ცოტა დააკლდა მოხარშვა, მაგრამ გადასერებით ხრეშინობს ცოტა არ იყოს. დავით ძალიან გემრიელია. ერთყობა კიდეს ხრაშ ხუშ. ყველია სასწაული. ჩემი სეზონი იწყება ბალახების.
კარხუნაზე ვგიშდები. წიწმაძე ვგიშდები. მწვანე ხავზე ვაფრენ. ანუ აი ხა რატო დამეზარა სალათის ფურცლები რატო არ გავაკეთე? ყველაფერი რატო რა ვურიე? მაგარი ზარმაცი ვარ, რამე შველება არ ვიცი. გამაბრაზე. მე? ხო, და ახლა მე გაბრაზე. აი. აბა თუ კარგია. შენ გამაბრაზო რა? ავიდე და ყოველთვის მე როგორ უნდა ვიყო დამნაშავე ყველას და ყველაფერში გადავირიე. აღარ შემიძლია. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. რაც არ უნდა მოხდეს. ის მინდოდა რა ქვია, ჩემი საყვარელი შებულილი თევზი მეყიდა, მაგრამ აი მე ხალხო ისეთი ფერი ქონდა, შებულილი კი არ იყო, აი ზაფრანა რო კარგად დაამუშავო, ეგ იყო. ხო და ძალიან არ მომეწონა ვიზუალურად. რაღაცნაირად. ქათამს რო ამუშავებენ ზაფრანაში რო, ხო ზაფრანაა ხალხო. რო კაი ყვითელი იყოს, აი ეგეთი ვიდი ქონდა ზუსტად, ოღონდ თევზს. ხო ახლა თქვენოდ გავაგრძელებ, თორემ ვიცი რომ არასასიამოვნოა მთლად. რო, ნატრო. ლამაზია? ვაიმე, ამის ცირკები ხალხო კლავს. თქვენ ხო იცით ბაღში მხოლოდ ამის ხათრით წავიდა, რომ ეს ჩემი უნდა დაეკიდა ყელზე და სხვათა შორის სხვა დღეებიც დაგეგმა სხვადასხვა ფერები ხო მაქვს და ეგო ისო რა ქვია უნდა გავიკეთოვო. ხო და დაბადების დღეზე 10 ივნის ხო მარიკოს დაბადების დღეა და ახლა უკვე გეგმავს. ანუ აი ხნის წინ დაიწყო დაგეგმა რა და 1 წუთი დედიკო. და ესე იგი 1-5-6 ზღაპრის გმირი უკვე ჩამოთვალა. მერე ხან ამოიღო სიდან რომელიღაც, ესე იგი ვინ გინდა დედა ზღაპრის გმირები? მიკი მაუსი. მერე. კარგო. ესა. მიკი მაუსი. ეგ თქვი უკვე კიდე? ხელახისი. კიდევ. პეპა? გოჭიბეტა. ახლა ყველა არ ამგონია ერთ სივრცეში ვიპოვოთ, სადაც დავაპირებ. და ეხლა წარმოიდგინეთ, რა ვიცი, მარტო მაგათთვის უაღნიშნავთ, თორე ხა 5 და 6 ზღაპრის გმირი რომ მოვიყვანო, ხო წარმოგიდგენიათ. ეგეთი ბევრი მიყვარს ზღაპრის გმირი. რა თქმა უნდა, დედა ჩვენ ცოტათი არ ვკმაყოფილდებით, ბევრი გვიყვარს. ზოგადად ხაბა. რას ქვია ახლა? არ გამიხარდება ცოტა. ცოტა არ გაგიხარდება, აჰა. დედიკო, მოდი მამას ჩაშურჩულეთ სალყურში ეგ ყველაფერი, ანუ მამების იძახის უკვე სტრესი მივიღო. ეს ზღაპრი ყოველდღე ცulis ხოლმე. აქვს პერიოდები, როცა ცოტა სხვები უნდა კიდე. ახლა დაგემშვიდობებით ხალხო. ამ ქვეყანაზე არ წერი ვარ. სახლი მაქვს დასალაგებელი, სარეცხის შესაყრელი, ისეთი რაღაცეები რა. როცა რო გადავიღო და თან ის ძალიან დიდ დროს წაიღებს და ცოტა დასვენებას მინდა მოვასწროს, რომ გემშვიდობებით. მადლობა რომ მიყურებთ. ეს საოცარ ხმაურში ვიყავი და უკვე ტვინი აღარ მიმუშავებს. დროებით. ჰაი ხალხო. ესეც მაგბეჭდები. რისთვის ამან შემოწვი? დამუშავეთ სოფელში რო ჩიშკრით მიწას გასაგები იქა კარტოფილი მოკათ იქა კომბოსტო იქა ისა იქა კაცი იქა ტყუცი. თბილისში გასულ 2 ხე ხათრით. იქაც რა ვიცი შეება მოგლიჯო და კორპუსი ჩატკა ვერ გეტყვით. რას ჩქნით გაფიცებთ მამიდაშვილებს. გუში წაბუკარი ვიღაც კაც ფეხი. ტიპის ქვეშ ხო ჩამალუ და რაღაცა ჩიშკრით. რა ისიც ვთქარი ბატონო. რა დღე მიფიქრე წაქცეულე მაგრამ მე ვირას გამომაყარებს ხო და არა რაღაც დამივარდა
კარგი მეუთხარი. რასაც ხოლმე შემთხვევით ნარკოტიკ ხომ არ კარგით რა ხარ ხოლა ხო მეტეორზე მიდივარ ու დავშვენ ბაითი თქვენ აისე დარბი ხართ აბა კრაკადილი ვიყიდოთ დადიხართ დადებილებულები არ ვიცი რა შეცახი დადიხართ რომ მიიღეთ არაფერი გაბიქია არც მინახავს აღარც მინდა ვნახო ზოგი წიმიდიო და ზოგი უკან ჯერა ვიფიქრე შრამე სპორტია დავგუგლე გუგლი ხო იცით რა არის ჩაწერე რაღაცას და გიგდებს რა რამე სპორტია მე რო ვერ გავიქი ეგრევე სრაზუ კალასთან კალა ხო იცით ვინ არის ახლა მე გადავრეკე რო ძმაო კალა მეუთხარი რაღაცა სპორტი ხო არ არის ესა ხო ხედავთ ხალხო შიო კაცებად ახართ გვიწყდებულებთ რომ კაცებიც აღარ ახართ რაღაცა ხართ მოვლენა ძალიან გთხოვთ რა ნუ ჩაალპეთ ეს პატარა თაობაც რა ვინმეს რამე რომ მოუდება ხო კაი წყლაშანი გაადენინეთ და უთხარით ხედავ მე რას გავარ შენს გინდა ასეთი იყო ის კი არა მოდი ძმაო მოდი არ ვიცი რა გეშველებათ ახლა თქვენ აღარაფერი გეშველებათ მაგრამ ძალიან გთხოვთ ნუ ღუპავთ პატარა თაობას რა ნუ ღუპავთ თორე ეგრევე ხო ხახა უნდა ამოგაძროთ უნარკოზოთ ხო ძალიან გთხოვთ რა თანებეთ ამ ტილიფებს თქვენ კაი ბაბიდაშვილებო თავი ვენახებს იმას ამას დაჩო ერთხელაც წამოკრავთ ფეხს და მე ისეთი ჭკვლის ადამიანი ვარ ესუს გაგაფრთხობინებთ ხო ესეც მაგ ყველაფერი